დილა მშვიდობის და ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს შაბათი დილა 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ TV პირველის ეთერში დილის ლაივი იწყებს მუშაობას. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მივესალმებით სრულიად საქართველოს. დილის ლაივი ეთერშია და მე და ბაჩო ქაჯაია თქვენთან ერთად ვიქნებით დღეს 11 საათამდე. კი ბატონო და ამ დროის განმავლობაში თქვენ მოისმენთ და ნახავთ ბევრ საინტერესო რუბრიკას, სიუჟეტს, ჩართვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საკმაოდ მრავალფეროვანი ეთერი გელოდებათ, ასე რომ დარჩით ჩვენთან და გვიყურეთ 11 საათამდე. ახლა ანა ზაქაშვილს უნდა შევეხმიანოთ, რომელიც დღევანდელი ამინდის პროგნოზს გაგვაცნობს და ანა, მოგესალმებით დილა მშვიდობის. ანა დილა მშვიდობისა. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილა მშვიდობისა. გამარჯობა. დილა მშვიდობის, ბაჩო მარიამ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, რა თქმა უნდა, გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს. თან კი ტრადიციულად მაქვს კოკა-კოლა, რომელიც ჩვენს დილას გაცილებით უფრო ენერგიულს ხდის ხოლმე, რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით ზოგან დღისით კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლის სახით. დღისით კი შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთით, დღისით კი დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში. ღამით +4, +9 გრადუსი იქნება, დღისით +7, +12 გრადუსი. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -3-დან +2 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +2, +7 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით კი დასავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით -1-დან +4 გრადუსამდე დათბება, დღისით +3, +8 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერი 4-დან 1 გრადუსამდე დათბება, დღისით კი 0-დან 5 გრადუსამდე. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ სოხუმით. სოხუმში დღეს წვიმიანი დღე არის, ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა კი 10 გრადუსამდე დათბება, ზუგდიდშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები, სადაც ასევე 10 გრადუსი არის მოსალოდნელი. გაწვიმდება ფოთშიც, აქ 11 გრადუსი იქნება, ხოლო ოზურგეთში ასევე ნალექიანი დღე და 9 გრადუსი არის ნავარაუდები. ქობულეთში 10 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, აქაც წვიმიანი ამინდი არის, ხოლო რაც შეეხება ბათუმშიც 10 გრადუსი და ასევე წვიმა არის მოსალოდნელი. ახალციხეში 3 გრადუსამდე დათბება ჰაერი, აქ გათოვდება, ქუთაისში კი 12 გრადუსი და ნალექიანი ამინდი არის მოსალოდნელი. მესტიაში ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება, მოთოვს მესტიაში, ამროლაუში კი 3 გრადუსი და ასევე თოვლი არის მოსალოდნელი. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება, აქაც თოვლს ელოდებიან სინოპტიკოსები, რაც შეეხება გორში 5 გრადუსი და ასევე თოვლი მოვა. თელავში ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსამდე დათბება, აქ წვიმიანი ამინდი არის ნავარაუდები, გაწვიმდება რუსთავშიც, სადაც 7 გრადუსი იქნება, რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, აქ 6 გრადუსი და ასევე წვიმიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. მე აქ დაგემშვიდობებით და ცოტა ხანში შემოგიერთდებით ძალიან საინტერესო ადგილი და საინტერესო ამბებით. დიდი მადლობა ანა, ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, როგორც ანას პროგნოზი იუწყება, ასე თუ ისე მაინც ნალექი გვაქვს სრულიად საქართველოში, მათ შორის თბილისში წვიმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის სხვათა შორის თბილისის ერთობის ჯაჭვი გვაქვს სრულიად საქართველოში. და ზუსტად ამის მომიდოდ, რომ სულაც არ გვეშინია ჩვენ არ წვიმის. არა, პირიქით. არც ქარის. პირიქით, სადაც თოვლია ლამაზად მოთოვს და დადგებიან ადამიანები ამ ცოცხალ ჯაჭვში, სადაც იწვიმებს, კიდევ უფრო ჩავეხუტებით ერთმანეთს და გავათმოთ. აუცილებლად ამ შეეჭვია მეპარება და ბაჩო, შენ არ ვიცი ხარ რამდენად ესე გაინტერესებს ეს ყველაფერი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქალბატონებს ძალიან დააინტერესებთ, იმიტომ რომ თაკოსაზინას მაყურებელი გველოდება ახლა, რომელიც დღეს თაკოსგან მიიღებს კონკრეტულ რჩევებს სადღესასწაულო მაკიაჟზე, წინა საახალწლო დღებში, იცი რა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ქალბატონებისთვის და უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ალბათ როგორი ტრენდული მაკიაჟით უნდა შევხვდეთ 2025 წელს, ამიტომ ნახოთ თაკოს სიუჟეტი. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი.
დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის რუბრიკა Beauty Line-ით აკოსაზინასთან ერთად და მე დღეს თქვენთან ერთად უნდა გავიკეთო საახალწლო მაკიაჟი, რომელიც იქნება გამორჩეული წყინვალე და კაშკაშა. სანამ მაკიაჟს გავიკეთებდეთ, გეტყვით რომ Beauty Line-ის სპონსორია PSP და ყველაფერი, რასაც დღეს გამოვიყენებ, შეგიძლიათ შეიძინოთ PSP-ს აფთიაქო ქსელში. PSP-ში შეგიძლიათ იყიდოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ თავის მოვლისთვის და სრულფასოვანი მაკიაჟისთვის. რა თქმა უნდა დავიწყოთ კანის მომზადებით, იმიტომ რომ თუ კანს კარგად არ მომზადებ მაკიაჟიც არ გამოგვივა კარგი და პირველი პროდუქტი, რომელსაც გამოვიყენებ, ეს არის Cool Beauty-ის დამატებინებელი, რომელიც შეიცავს ციალურონის მჟავას. Cool Beauty არის ახალი ბრენდი PSP-ში, სახისმოვლის ბრენდი, რომელიც დამზადებულია საფრანგეთში და აქვს არაჩვეულებრივი პროდუქტები. გადავიდეთ ტონალურზე, როდესაც ვიკეთებ ხოლმე მკვეთრ მაკიაჟს, რა თქმა უნდა, ტონალურიც მჭირდება ისეთი, რომ კარგი დაფარვა ჰქონდეს და ასეთი არის მიზონის, აი ეს ტონალური, რომელსაც აქვს საკმაოდ ძლიერი კონსისტენცია, შესაბამისად, მაღალი დაფარვა და ვფიქრობ, რომ ერთი ასეთი ტონალური აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში, იმიტომ რომ თუ არ მაქვს ხოლმე რაიმე გამონაყარი, ან სიცითლე, ან აჭრელებული კანი, იდეალურად ფარავს ყველაფერს ეს ტონალური. მართალია, ეხლა გამონაყარი და სიცითლე არ მაქვს, მაგრამ თქვენც კარგად ნახავთ ამ ტონალურის დაფარვას. ნახეთ, როგორი კარგი დაფარვა აქვს, მომენტალურად კანი ხდება ხოლმე ხავერდოვანი, როდესაც ვისვამ ამ ტონალურს. ფერი მოყავს ერთ ფერში, ძალიან კარგი ასევე ჩაშავებული უპეების ამოსანათებლად, იმდენად კარგი პიგმენტაცია აქვს. კორექტორს ცალკე აღარც კი ვიყენებ ხოლმე. გადავინაწილოთ ტონალური მთლიან სახეზე და შემდეგ გავაგრძელოთ სხვა საფეხურები. იმისთვის, რომ მაკიაჟმა კარგად გაძლოს და საახალწლო მაკიაჟმა ნამდვილად კარგად უნდა გაძლოს, უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად პუდრი ტონალურის შემდეგ, რომ დავაფიქსიროთ და მე ვიყენებ Anastasia Beverly Hills-ის პუდრს, რომელსაც აქვს საკმაოდ მდგრადი დაფიქსირება მაკიაჟის. Anastasia Beverly Hills-ით შეგიძლიათ შეიძინოთ PSP-ს აფთიაქო ქსელში. ეს არის ფხვიერი პუდრი, რომელსაც გადმოვიტან სახურავზე. დავიტან აი ასეთი სამკუთხედი ღრუბლით. ყველაზე პრობლემური ადგილი, ასე ვთქვათ, არის ქვედა უპეები, იმიტომ რომ როდესაც ვიცინით ჩვენ ამ ადგილებში გვიჩნდება მიმიკური ნაოჭები და სწორედ ამ მიმიკურ ნაოჭებში რომ არ ჩაჯდეს ტონალური ან კორექტორი, აუცილებლად უნდა დავიფიქსიროთ პუდრით. იმისთვის რომ გარკვეული ადგილების სახეზე ჩავაგდოთ და სახე უფრო გავიხდოდნოთ, აუცილებელია ბრონზერი. მე ვიყენებ კოდალის ბრონზერს, რომელსაც აქვს ძალიან ბუნებრივი შეფერილობა, ძალიან მიყვარს და რაც თავი ძალიან მდგრადია, მთელი დღის განმავლობაში არ იძურის სახიდან და ესე დიდ ფონჯს გამოვიყენებ და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩავიგდოთ ლოყები. აი ასე, კარგად გადავინაწილოთ, ძალიან მომწონს ამ ბრონზერის გადანაწილება. იმიტომ რომ მარტივად იშლება და საბოლოოდ ბუნებრივად ჩდება სახეზე. რა თქმა უნდა, საახალწლო მაკიაჟში აუცილებელია ძალიან ბევრი ჰაილაიტერი, რომ ყველა მხრიდან ვზინავდეთ. დავიტანოთ ლოყაზე ყველაზე მაღალ წერტილში, აი აქ ყველაზე გამოწეული ძვლიდან დავიწყოთ და აქეთ-იქით ჩავშალოთ. ნახეთ როგორი ბზინვარება აქვს, სარკესავით ირეკლავს კანი. ახლა მეორე მხარეს და ძალიან უხდება ჰაილაითერი ცხვირსაც, ცხვირის წვერზე და ასევე დასაწყისში. გადავიდეთ თვალის ჭრილებზე, რა თქმა უნდა ბზინვარე ფერებს გამოვიყენებ, იმიტომ რომ ახალი წლის მაკიაჟი ბზინვარე ოქროსფერი და ვერცხლისფერის გარეშე წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში დავიწყებ აი ამ ფერით, რომელიც არის ცივი ოქროსფერი, ვფიქრობ რომ ჩემს ზედასაც ძალიან მოუხდება და ჩემს ნაძვისხესაც და დავიტანოთ ზედა ქუთუთოზე, კარგად ჩავშალოთ. გადავიდეთ ლაინერზე, მინდა რომ საკმაოდ ინტენსიური გრძელი ლაინერი წავისვა და ვიყენებ მიზონის ლაინერს, რომელიც არის ძალიან პიგმენტური და სხვა შორის ძალიან დიდი ხანია უკვე ეს ლაინერი მაქვს. საკმაოდ გამძლეა და დავიწყოთ, მივყვეთ ჩვენი თვალის ქვედა ქუთუთოს და ზუსტად ის როგორც გაგრძელდებოდა, ასეთი დახრა უნდა მივცეთ ლაინერსაც.
საახალწლო მაკიაჟი რა თქმა უნდა წითელი ტუჩსაცხის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ იდეალური კომბინაცია უნდა შემოგთავაზოთ. ეს არის კატრისის ყავისფერი ფანქარი და ასევე კატრისის წითელი ტუჩსაცხი. სხვათა შორის პატარა ხერიგიც მინდა გაჩვენოთ, იდეალურად ჩნდება წითელი ტუჩსაცხი ყავისფერ კონტურზე. ეს არის კატრისის 069 ნომერი ფანქარი და შემდეგ წავისვამ აი ამ ულამაზეს ტუჩსაცხს, რომლის ნომერიც არის 090. აი ესეთი გამოვიდა ჩემი საახალწლო მაკიაჟი, რომელიც არც დატვირთულია და ვფიქრობ ძალიან ლამაზი და ეფექტური. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. მადლობა თაკოს ძალიან საინტერესო რჩევებისთვის. კი ბატონო, რომელსაც გაითვალისწინებთ ხალბატონები დარწმუნებული ვარ. ეს ადამიანები, ვინც უყურებს დილის ლაივს და ახლა მინდა რომ წლის წლის შეჯამება ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, რომელიც თვითშემეცნების პროცესს უწყობს ხელს. განვლილი წლის ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას დავაჯგუფოთ ჩვენი მიღწევები და შეცდომები, ასევე გვეხმარება დავინახოთ განვითარების ზონები და დავაფასოთ პოზიტიური მომენტები. ეს პროცესი ასევე მომავალი წლის სტრუქტურის შექმნაშიც გვეხმარება. ამ კითხვებზე და ამ საკითხზე ცხადია დილის ლაივის ფსიქოლოგი ჩვენი თანაწამყვანი ილმა კვაჭაძე ისაუბრებს, რომელიც ახლა უკვე სტუდიაში შემოგვიერთდა და დილა მშვიდობის ირმა მოგესალმებით. ისე ამომწურავად პუნქტებად ჩამოაყალიბე რა დადებითი ეფექტი აქვს შეჯამებას, როგორც ჩვენ თქვი. ის გადამჩენია რომ დაგეთანხმო, კი, მის დადებით ეფექტზე. ერთ კითხვას დაგისვამ, თუ შეიძლება სანამ ძალიან საინტერესო თემას დაიწყებდი. ეს საერთოდ გაქვთ პრაქტიკაში დანერგილი, რომ წლის ბოლოს შეჯამებას ახერხებთ, მართლაც დაჯამებას, ასე ვთქვათ? ძალიან საინტერესო შეკითხვა, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ გვაქვს გამზადებული რაღაცა სქემა, რომ და გავაკეთოთ და უცებ ვეღარ. თუმცა, იცი როგორი მომენტია, რომ როდესაც ჩვენ ფსიქიკას კონკრეტულ კითხვებს უკვე ვუსმევთ, ფსიქიკას აქვს ესეთი ფუნქცია, რომ თვითონ აჯამებს ამ ყველაფერს და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება არ გავწეროთ, კითხვის დასმით ერთგვარ სტრუქტურას ვაძლევთ. ანუ შეიძლება ეს წერტილი იყოს მაგალითად წელიწადის სხვა დროსაც, ხო მართალია? რა თქმა უნდა, ეს წერტილი შეიძლება იყოს არა რაღაცა 31 დეკემბერი, არამედ იყოს რაღაც 17 აპრილი. თუმცა ძალიან უხდება ახლა 31 დეკემბერს სამშობლოს შესაჯამებელი ძალიან ბევრია. ბევრი რამ არის შესაჯამებელი, რაღაც სიტყვა, ხო? შესაჯამებელი. შესაჯამებელი. კი, ჩვენი გამოწვევა დღეს ამ სიტყვის და რამდენჯერ უნდა ვახსენოთ მთლიანი ეთერის ფარგლებში. ხო, ანუ მარტო ინდივიდის დონეზე არა, სახელმწიფოს დონეზე უნდა შევაჯამოთ რაღაცეები და ძალიან კარგი იქნება თუ მალე დასრულდება ის პროცესები, რომელი პროცესების დასრულებისაც თვისაც ამდენი ხალხი ამდენი ხანია რაღაცა ერთად ვდგავართ და ნახე ჩვენ ფსიქიკას აქვს ერთ-ერთი მექანიზმი, როდესაც რაღაცა პროცესში ვართ, ანუ რაღაც პროცესთან კონტაქტში ვართ და აი სანამ ამ კონტაქტიდან არ გამოვალთ, ჩვენი ფსიქიკა ამ პროცესს თავში ერთგვარად ესე ვთქვათ ატრიალებს და წრეზე დადის. სანამ ჩვენ ის არ დავასრულებთ, წერტილი არ დავუსვით და არ გავუშვით და ეს იწვევს ერთგვარ მოლოდინსაც, რომ აი ამ თემაზე თან მიმართებაში ვიყო. ეს მზაობა ერთი მხრივ დადებითია რაღაცის მიმართ, რაღაცა ქმედების მზაობა, მაგრამ სხვა მხრივ შეიძლება ასე ვთქვათ, სტრესის და შფოთვის მომტანი იყოს, იმიტომ რომ აი დაუსრულებლად შეიძლება ვიაროთ აი ამ ფიქრებით და ეს იწვევს overthinking-ს და ასე შემდეგ. აი მაგალითად რაღაცა მაქვს გასაკეთებელი ფიქრი მაქვს, რომ ეს უნდა გავაკეთო და რამდენი გამახსენდება იმდენი ესეთი იმპულსი წამოვა მთელ ფსიქიკაში, მზაობა მაქვს, რომ ეს გავაკეთო, შემდეგ ჩემი ყურადღება გადაერთვება სხვა რაღაცაზე და სანამ აი ამ პროცესს ფსიქიკაში არ დავასრულებ, მანამ ის თითქოს აი როგორც აქ დაამჟამად, როგორც ცოცხალი მდგომარეობა, ისე აღიქმება ჩემი ფსიქიკისთვის და იმის შესრულებაში, რაც
რეალურად იმ მომენტში უნდა შევასრულო მიშლის ხელს. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, აი მაგალითად მე და შენ ახლა კონტაქტობთ და იქ მაქვს რაღაცა მეორე ქცევა ჩაკეცილი, ესე ვთქვათ და ის მახსოვს და მე ეს ფიქრი შენთან კონტაქტში მიშლის ხელს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩემი ფიქრები, რომელი ფიქრებითაც ეხლა მე ვარ წარმოდგენილი, შეჯამება სწორედ ესე აქვს, რომ რაღაცნაირად გეშტალტი დავხურო, ეს პროცესები, ის კონტაქტები, რომელიც მე შეიძლება მაგ რაღაცეებთან გადავხედო და ერთგვარ სტრუქტურაში მოვიყვანო. განსაკუთრებით ამცირებს ეს სტრუქტურის აღქმა შფოთვას და შესაბამისად, როდესაც მე რაღაცა არასაჭირო ფიქრებისგან, ლინკებს განვათავისუფლებ, უფრო კონკრეტ კონცენტრირების შესაძლებლობა აქვს, რომ არტყოში ვიყო. ეს რაღაცა შესავალი რო ვთქვათ, რატო გვჭირდება ეს შეჯამება, ხო? შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ესეთი რამოდენიმე შეკითხვა დავუსვათ საკუთარ თავს ამ პროცესში მხარდასაჭერად, ხო, რაღაცნაირი რუკა რო გავაკეთოთ და კოორდინატები გავასწოროთ. ეს შეიძლება იყოს მაგალითად, აი რისთვის ვარ ყველაზე ესეთი მარტივი, მადლიერი ამ წლისთვის და როგორ ვაცნობიერებ ამ მადლიერებას, იმიტომ რომ ძალიან მალე გვავიწყდება ჩვენ ის პროცესები, ანუ ის რაც ჩვენი ფსიქიკის ნაწილია, რომელმაც ენახე კორტიზოლი არ გამოიწვია. ეხლა კორტიზოლი რა არის? სტრესის ჰორმონია. ანუ თუ ჩვენ რაღაცამ დაგვსტრესა, უფრო დიდხანს გვახსოვს, ვიდრე ის, რაც იყო კარგი და რისთან მიმართებაშიც გვაქვს დადებითი მოგონება, დადებითი განწყობა. შესაბამისად, შეიძლება მე არის ხოლმე ძირითადად შეიძლება ემთხოვა, შეიძლება არა, მაგრამ რატომღაც ადამიანების ფსიქიკაში დეკემბერი აღიქვება როგორც აი კი მოლოდინია კარგის, მაგრამ აი ბევრის გამსმენია, რომ აი დეკემბერი მძიმე თვეა, აი ან რაღაცა ესეთი სირთულეა. ეს იმიტომ რომ გვახსოვს რაღაცა ესეთი უფრო სირთულეები და ეხლა გვინდა თითქოს დასრულდეს. თუმცა ეს ესე არ არის, ეს მხოლოდ ჩვენი აღქმის, ესე ვთქვათ, არა გასწორებული ფოკუსია და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ფსიქოლოგიური პრაქტიკა იწყება იმითი, რომ აი მადლიერების რაღაცა დღიური გავაკეთოთ, ამიტომ ძალიან გვეხმარება წლის რაღაცა ისეთი წერტილების გამოყოფაში, რომელიც თქვათ დადებითია. შემდეგ არის ხოლმე ჩვენთვის რაღაცა ღირებულებათა სისტემის რამოდენიმე სფერო. პროფესიული პირადი ვთქვათ, ხო, აი ესეც შეგვიძლია ჩამოვწეროთ, რა იყო ჩემთვის წამყვანი თემები ამ წლის განმავლობაში და აი ამაზეც აი პროფესიული ზრდისთვის რა გავაკეთე. აქაც მინდა ვთქვა, რომ ადამიანი არის მრავალწახნაგოვანი მოცემულობა, ხო? ხანდახან ჩვენ ერთ თემაზე კონცენტრირებით, სხვა თემებს ერთგვარად რაღაცა ჭრილში გადაგვყავს ხოლმე და მეორე ხარისხოვანი ხდება. შესაბამისად, მე თუ მარტო ერთი მიმართულებით ვითარდები, სრული ჰარმონიის შექმნებას არ მაძლევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი თემები, ესე ვთქვათ, პროფესია, ეხლა ყოველთვის ალბათ სახელმწიფოს ბედი წამოიწია, ხო, აი რა გავაკეთე ამასთან მიმართებაში, პროფესია, პირადი ურთიერთობები, ჯანმრთელობა, ზოგადი განვითარება, მოგზაურობა, ან მე ვიცოდე, აი რა არის ეხლა თუ მაგალითად ბავშვი ყავს ახალი გაჩენილი, ხო, ადამიანს, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ყურადღების, ესე ვთქვათ, ნაკადი ჩემ ხელში იყოს და მე ვმართო. ან სიტუაციამ კი არ მართოს მე და ეხლა რაც რაღაცა გამოხდა, როგორც ვეძახით და იმას მივხედოთ. აი მე წინასწარ გავანაწილოთ ჩემი ყურადღება, როგორც რესურსი, აი როგორც ფინანსურ რესურსს ვანაწილებთ, ხო, რაღაცა პრიორიტეტებს. სწორად გაწერილი უნდა იყოს რეალურად შენი დანახარჯი, ასე ვთქვათ. ზუსტად, ინვესტირება, რა თქმა უნდა, ინვესტირება, რომელშიც მე ჩემ დროის ინვესტირებას მიმართოთ, ხო, კი, ხანდახან არის რომ აი ეს თუ მე რაღაცნაირად დაგეგმილი, შეიძლება დაგეგმილიც არ შესრულდეს ისე როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ როგორც ჩვენი ფსიქიკის მზაობა და წინასწარ განწყობა გვეხმარება იმ თემების დაპრიორიტეტებაში დავაჰაილაითებთ, ესე ვთქვათ, ჩვენ ფსიქიკაში, რომელი თემაც არის ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანი და ერთ-ერთია, რა თქმა უნდა, ესეთი პროფესიული ზრდისთვის რა გავაკეთე და რა ხდებოდა, ასე ვთქვათ,
ამ პროფესიასთან მიმართებაში. შენ თუ გაქვს ეგეთი ან ბაჭო შენ თუ შეგიჯამებიათ თუ გადაგივლიათ ეს კითხვები რა თქმა უნდა ბევრია და სხვადასხვა და ნელ-ნელა გამოვა, მაგრამ აი თქვენგან მაინტერესებს თუ გქონეთ როგორ ხურავთ წელს, იმიტომ რომ ძალიან ესეთია. სხვა შორის აი ახლა შენ როდესაც საუბრობდი, მაშინ დავიწყე მთელი წლის შეჯამება, მე თვითონ საკუთარ თავთან ესე არ შემიჯამებია არასდროს და თუმცა სხვა დროსაც ალბათ მქონია და ძირითადად მქონია პროფესიასთან მიმართებაში რა დავაკელი. აჰა, კრიტიკა. ხო, კრიტიკა და ის ცოტა ის კრიტიკა ისედაც მე ხანდახან მაზიანებს. იქეთკენ უფრო მიდრეკილი ხარ. ხო, არა, ზოგადად კრიტიკას მივესალმები და ეს კარგია და ჯანსაღ კრიტიკა საკუთარ თავთან მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ზრდის საშუალებაა, მაგრამ ხანდახან არის რომ მაბრკოლებს და აი ხო პირველი რაც თავში მომივიდა იყო ის რომ გავაკრიტიკე ის რა დავაკელი ჩემ პროფესიას და რა დავაკელი ჩემ თავს, თორე პროფესიას არაფერი არ დააკლება ნამდვილად. მე რა დავაკელი ჩემ თავს. ხო, რა ვიცი, მე პირადად მაქვს ხოლმე რაღაცა შემთხვევაში თუ რაღაცა ახალი პროექტი ან რაღაცა იდეა გამიჩნდება მის მიმართებაში რამდენად ყველაფერი ისე წავიდა როგორც გეგმავდი თუ რატო არ წავიდა თუ ისე არ წავიდა რატო არ წავიდა ამის რაღაც ანალიზსაც ვცდილობ ხოლმე და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის რომ აღმოიფხვრას შემდგომ ეს პრობლემა და რაღაცნაირად ეს გადანაწილება მაქვს ხოლმე რა საბოლოო ჯამში ხვდები რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის აი რასაც დაიწყე მადლიერება და იმ რაღაცა მიღწეული პატარა წარმატების აღნიშვნა საკუთარ თავთან იმისთვის რომ რაღაც კიდე შემდგომი ნაბიჯისთვის мотиваცია გქონდეს და ასევე მიმღებლობაც თავშივე დაშვებული შეცდომის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ისიც რაღაცნაირად მე გაძლევს საშუალებას რომ არ ჩაიციკლო რაღაც დაშვებულ შეცდომაზე და ისიც აპატიოს საკუთარ თავს როგორც მადლიერება გამოხატო ასე რომ ხო სიმართლე გითხრათ მთლიანად ესე 30-31 დეკემბერს არ ჩამოვждები ხოლმე არ ვიწყებ რაღაცნაირად ამ ყველაფრის ანალიზს უფრო რაღაცნაირად ეტაპობრივად საცის კეთების პარალელურად რომ აი პროცესი რა უფრო რაღაცნაირად ეტაპობრივად გამოწვევებიც გამოჩნდება ან რასაც დავუსახავ საკუთარ თავს მიზნად რა გამოწვევებსაც მისი ანალიზი და შეფასება მიწევს ხოლმე და ვიცი სხვათა შორის ახლა ამ ბოლო დროს დაახლოებით 2-3 წელია რილსებში გამოჩნდა ეს წლის შეჯამება ფაქტობრივად აი ბევრი ჩემი მეგობრის რილსი შემხვდა ამ ბოლო დროს როგორია ეს რაღაცა წელი და ძალიან დადებითია ხო ეს მოგზაურობის ეპიზოდები ეგ წავლის თან მით უმეტეს ჩვენ ვაფიქსირებთ აი კადრებზე განსაკუთრებით ესეთი საინტერესო და ემოციურად ამაღელვებელ მომენტებს ხო იქ ტაში იქნება იქ რაღაცა დიპლომის გადმოცემა თუ რაღაც შვილის გაჩენა და ეს მომენტები როდესაც თავმოყრილია ძალიან აძლიერებს იმ მუხტს რითაც ახალ წელს ვიწყებთ ხო ახლა რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ იმას ვაძლიერებთ და შესაბამისად ესეც ერთ-ერთი ახლა რაც თქვენ თქვით ძალიან დადებითი მომენტია ასევე რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა გარემოს და ადამიანებს რომელი ადამიანები ჩვენს ირგვლივ არის მთელი წლის მანძილზე და სხვათა შორის არის რომ ესეთი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში დილცის პირამიდა გვაქვს, სადაც ადამიანის განვითარება იწყება პირველი ეტაპი არის გარემო. გარემო აყალიბებს ჩვენ ქცევებს, ჩვენი ქცევები აყალიბებს ჩვენ შესაძლებლობებს, ჩვენი შესაძლებლობები რწმუნებულებებს და მოკლედ ეს ყველაფერი ესე პირამიდასავით გვეხმარება ჩვენი მე იდენტობის ჩამოყალიბებაში და მე იმ დიდი მისიის პოვნაში. ანუ ნახეთ, სანამ რომელიმე ჩვენი წამოწყება, ან რომელიმე ჩვენი უნარი არის სრულიად ახალ ჩანასახში, აი მაგალითად ინგლისურს სწავლობთ, მაგალითად რაღაცა ახალს ვიწყებთ. აი რაც უფრო ნორჩია ჩვენი წამოწყება, მით უფრო დიდი გავლენა აქვს ამ წამოწყების მხარდაჭერაში გარემოს. შესაბამისად, მე როდესაც ეს უკვე ქცევა გამტკიცებული მაქვს, მე შემიძლია გარემოს შეცვლა, მაგრამ სანამ ექცევა მინდა რომ ჩამოვაყალიბო, მანამ გარემო არ მხარდამჭერია ჩემ ამ განვითარებაში, ან შემზღუდველია. შესაბამისად, როდესაც ამას ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მე რო ეხლა, რა ვიცი, ინგლისურის სწავლა მინდა და გარემოში არავინ არ ლაპარაკობს, თქვათ ინგლისურად, ხო, პირობითად. ამ შემთხვევაში ამ ჩემი ქცევის განვითარება ბევრად უფრო დიდ რესურსს მოითხოვს ჩემგან, ვიდრე იმ გარემოში ყოფნა, სადაც ჩემი ეზღირებულებაა, რომელიც ამ წამს მაქვს, არის მხარდაჭერილი. ამიტომ ადამიანები, რომელსაც ჩვენ
ვეკონტაქტებით და რა გარემოშიც ვართ, ბევრად უფრო აძლიერებენ იმ მოხდს, აი ჩვენ დილით საუბრობდით, ხო, როდესაც ერთი იდეით მქონე ადამიანები ვართ ერთად, ბევრად უფრო თითქოს უნისონში ფეხს უწყობ იმ პროცესის მხარდაჭერას, რომელშიც ხარ. ამიტომ გარემო და ეკოლოგიური გარემო არის ან რესურსის შემოსებელი ჩვენთვის, ან ამ რესურსის აი ხო ქონიათ განცდა, რომ გამოვიფიტე ამ რაღაცა სივრცეში და აი დავიღალი და იქიდან რომ გამოვედი რესურსის აღდგენა კი და არაფერს თავი არ მაქვს. ამიტომ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვირჩევთ ჩვენ ყოველდღიურობაში, ხო, აი და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანისგან რა ჩემთვის, ჩემზე რა გავიგე, ერთგვარად რაღაცნაირად ყურადღება მივაქციო ამას და ვიცოდე და ამის ყოველდღიური მომსწრე ვარ საბედნიეროდ აი ახლა ყოველდღიურობაში, ხო? და ნუ გარემო. შესაბამისად, აი ეს როგორც კი ვიცით, ხო? მაგრამ ერთი რაღაცის თქმა მინდა მანდ, რომელიც ჩემი დაკვირვებითაც და იმის მერე დავაკვირდი, რაც რაღაცნაირად ეს იდეა გავიგე, ხო? რაღაცა ჩვენ მგონია რომ ადამიანები რაღაც მსგავსი ინტერესების თუ რაღაც მსგავსი შეხედულებების და ასე შემდეგ, რომელიც ჯერ კიდე შეიძლება არ იცოდე, რომ ის მსგავსია შენი შეხედულებების თუ ღირებულებათა სისტემის თუ ასე შემდეგ ხვდებიან ადამიანები ერთმანეთს თითქოს და შემთხვევით რა. ანუ რაღაცნაირად ეს მსგავსი რომ მსგავს იზიდავს ეს მოცემულობა რამდენადაც ჩემი დაკვირვებით ემპირიული გამოცდილებით მქონია მართლაც ასია რა. ეს ხდება ესე გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ ფაქტია რომ ხდება ეს და აი ეს რა მომენტია ხომ არ არსებობს ასე ვთქვათ ეგეც არის რა თქმა უნდა თუმცა ნახეთ თუ ჩვენ მსგავს ვიზიდავთ ესე იგი ჩემი განვითარების სწორ გზაზე ვარ და ის ადამიანი და ველი რომელშიც მე ახლა ვიმყოფები მეხმარება მხარს მიჭერს მაგრამ თუ მე რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში ვხვდები და ეგეც არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავაცნობიერო რომ აი ეს კონტაქტი ახლა ზუსტად ახლა და ეს ურთიერთობა ჩემზე რა ინფორმაციის მოსატანად მოვიდა ანუ ნახეთ ერთია რომ ხელს რაღაცნაირად მხარს მიჭერს და მეხმარება ის გარემო სადაც გავსი ვარ მაგრამ თუ რადიკალურად განსხვავებულ სივრცეში მოვხვდი აი ხო აი გარემო არის რა შეიძლება რა ახალი უნარი შემიძლია მე ახლა განვივითარო რომ მე ამ გარემოდან სასარგებლო რაღაცა ჩემთვის რესურსული რაღაცა ქცევა წამოვიყო ეს შეიძლება იყოს საზღვრების დაცვა ეს შეიძლება იყოს პრიორიტეტების კიდევ ერთხელ რაღაცნაირად გადახედვა რომ აი მიღირს აქ ყოფნა თუ არა თუ ახლა დროა რომ აი გარემოში შეიცვალა იმპულსი და დროა რომ აი ამოწუვა ამ რაღაცა სივრცემ თავი და შეიძლება იქედანაც და არ უნდა ჩავყვე თუ რაღაცა გემი იძირება არ არის აუცილებელია ბოლომდე ჩავყვე ამიტომ სულ შეიძლება იმიტომ მოხდი რომ თვითონ ის გარემო შეიცვალოს კი რა თქმა უნდა და არა შენ გაეცალო იმას ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი თუნდაც აი თუ გარემო იცვლება, სწორედ რაღაცა ლოგიკურად გადავდივართ, ხო, შემდეგ თუ გარემო იცვლება, ეს გარემო უკვე სტრესულია, ჩემთვის უკვე ჩამღირებულებათა სისტემის მხარდამჭერი არ არის და მე შემიძლია საკუთარ თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და თქვა, რომ აი რაღაცა მოვიყირჭე უკვე შევივსე ყველაფრით და ახალ ეტაპზე გადასვლის დროა და სხვათა შორის, აი აქ არის ერთი ეგეთი მეტაფორა, ის საშვილოსნოს მეტაფორაა, ხო? აი რა მხრივ არის გარემო, რომელიც ყველაზე ეკოლოგიურია ჩვენთვის. ოღონდ იმ გარემოში ემბრიონი არის გარკვეული დროით, ესე ვთქვათ, ეკოლოგიური. აი არის რაღაცა 9 თვე, ჩვენ ეს კონტაქტი იყო ყველაზე კომფორტული, ამის შემდეგ უკვე მოქმედებს როგორც დესტრუქციული, როგორც აღარ გვანვითარებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იმპულსები ვიპოვოთ გარემოში, რომელიც მან ვითარებს და მე უკვე ახალ გარემოში დავიბადო და გავიზარდო. ამიტომ ეს რაღაცა ჩვენი კითხვები, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირად დაუსვათ საკუთარ თავს, შეიძლება სხვადასხვა ფორმულირებით იმითი თუ როგორ სად ვართ, ხო? რაღაცნაირად კოორდინატთა სისტემა გავაკეთოთ. ჩემი უნარების შესაძლებლობებს, აი როგორც კომპანიები ხო SWOT ანალიზს აკეთებენ წლის კვარტლის, რა ვიცი, ბევრი თვე შევაჯამოთ, რომ რაღაცნაირად ვიცოდე პასუხისმგებლობით შევხედო ჩემ თავს იმ გარემოს, რომელ გარემოშიც ვარ და რამდენად კონგრუენტულია და შეესაბამება ჩემი ახლანდელი შესაძლებლობა გარემოდან მოსული, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები იმ გზას და ტრაექტორიას, სადაც მივდივარ.
ხო. საინტერესოა და როგორ არის? ხაი ცერდო დავკავდეთ ხოლმე მსგავსი შეჯამებით, იმიტომ რომ თვითრეფლექსიით კი? ეს ხო, იმიტომ რომ იცი რა, ხო, ალბათ, იმიტომ რომ პირველ რიგში რასაც ემსახურება არის პიროვნული ზრდა და ცნობიერების ამაღლება, რის გარეშეც ვფიქრობ, რომ უკუსლა არის, ანუ რაღაც მიდიხარ პიროვნული სიკვდილისკენ თუ შეიძლება ესე დავარქოთ, თუ არ ვითარდები. ეს ჩემი შეხედულება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. აი, როგორც საშვილოსნოში, თუ არ ვითარდები, ეს უკვე რეგრესია რა. კარგადადგმული ნაბიჯია გინდა თუ არ გინდა. ამიტომ საინტერესო კითხვაა, მე მგონი ხშირად უნდა დაუსვათ ადამიანებმა საკუთარ თავს, იმიტომ რომ სწორედ რომ განვითარებაა თუმცა კითხვის დასმა პასუხისმგებლობაა და ხანდახან იმიტომ არ ვსვამთ კითხვას, რომ გვეშინია კიდევაც პასუხი არ გავიგოთ, ხო? კი, მართალი ხარ, ძალიან გავაცნობიეროთ ეს. კითხვები შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ირმა. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ და მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით. მე მგონი 2025 წელს შევხვდებით პირდაპირ იმას. არა? აი შევაჯამეთ და შევაჯამეთ. კი, 2025 წელს შევხვდებით. ძალიან მაყოფილი ვარ ჩემი გარემოთი, რომელსაც თქვენ შეადგენთ წელს მიხარია. იგივე ვიბრუნებთ ჩვენს. და მადლობა ამისთვის, ესე იგი მომავალ წლამდე დაგემშვიდობებით 2025-ში შევხვდებით ჩვენ და ჩვენს მაყურებელს. შენ ახლა კი რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამა ძალიან მალე გაივლის, თქვენ არ გადართოთ და დამალოთ. დროებით. დავგვირდით ძირფასებო პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, ამ შემთხვევაში ბაჩასთან და მარიამთან ერთად და ხატიას რა თქმა უნდა ისევ მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით და ახლა ისევ ჩვენი საყვარელი ანა ზაქაშვილი შემოგვიერთდება. მანამდე კი გეტყვით რომ საფთიაქო ქსელ PSP-ში საახალწლო ფასდაკლებები უკვე დაიწყო. განსაკუთრებული შეთავაზებები ვრცელდება მათ შორის საბავშვო კატეგორიაზეც და ანა ზაქაშვილი ახლა PSP-ს ერთ-ერთ ფილიალშია და ის მოგუყვება ბავშვთა რომელ ბრენდებზე, კონკრეტულად რომელ ბრენდებზე დაგხვდებათ ფასდაკლებები და როდემდე შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ შემოთავაზებით. ანა, კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, მოგესალმებით. დილამშვიდობის, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, გერთვებით ამჯერად უკვე PSP საფთიაქიდან. მოგეხსენებათ, რომ ახალი წელი უკვე უფრო და უფრო გვიახლოვდება და ახალ წელს დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან უხდება ფასდაკლებები, PSP-მაც არ დააყოვნა და შემოგთავაზა ძალიან მრავალფეროვანი როგორც ფასდაკლებები, ასევე შეთავაზებები. დღეს ვილაპარაკებთ ბავშვთა ხაზზე, ბავშვთა მიმართულებაზე, განსაკუთრებით საინტერესო ალბათ მშობლებისთვის და მომავალი მშობლებისთვის იქნება ეს ინფორმაცია. ჩემთან ერთად კი არის ნინო შაუთიძე, PSP-ს ბრენდ მენეჯერი, რომელიც მოგუყვება იმ განსაკუთრებული ფასდაკლებების შეთავაზებების შესახებ, რომლის სარგებლობაც მიმდინარე წლის განმავლობაში სანამ დასრულდება, რა თქმა უნდა, შეგეძლებათ. მოგესალმებით ნინო და მოგვიყევით რას თავაზობთ მშობლებს ახალ წელს. მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. PSP საფთიაქო ქსელს, რა თქმა უნდა, ახალ წელთან დაკავშირებით წარმოდგენილი აქვს უამრავი ფასდაკლება ბრენდებზე და ბავშვთა ხაზიც გთავაზობთ სხვადასხვა ბრენდებზე, შერჩეულ პროდუქციაზე, განახევრებულ ფასებს, 1+1 აქციებს და ასე შემდეგ. ჩვენთან არის ყველანაირი იმ საშუალება, რაც ბავშვს ჭირდება, დაწყებული ჰიგიენიდან, კვება, აქსესუარები და ასე შემდეგ. გვაქვს ასევე უამრავი ბრენდი, მაგალითად Dr. Brown-ი, Baby Line-ი, Bioline-ი, Baby Nova, ასევე Vini, Nutrilaki. და ბევრი მათგანი, როგორც ვიცი, მხოლოდ და მხოლოდ PSP-ში იყიდება ექსკლუზიურად, ხო? მე ვიცი, რომ ახლა თქვენ უნდა მოგყვეთ რამდენიმე ბრენდზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ წეღანად საუბრობდით, ჩვენ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ და საინტერესო იქნება ამ ინფორმაციის მოსმენა მშობლებისთვისაც. კი ბატონო, ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური ბრენდები PSP-ში. მინდა ვისაუბრო სამ ექსკლუზიურ ბრენდებზე დღეს. მაგალითად, გვაქვს Lansino, ეს არის ამერიკული ბრენდი და Lansino ეს ბრენდი ზოგადად მშობლებს პირველივე დღიდან, ორსულობის პირველივე დღიდან უდგას გვერდზე, ეხმარება ყველანაირად, რომ ის დისკომფორტი შეუმსუბუქოს და მაქსიმალურად მარტივი გახდეს ეს ორსულობის პერიოდი და ორსულობის შემდგომი. აი, კონკრეტულად კონკრეტულად რაზე გვაქვს საუბარი და დავათვალიერებინოთ ჩვენს მაყურებელსაც, იმიტომ რომ ბევრი ნივთის საქართველოში არსებობის შესახებ შეიძლება არც გქონდეთ ინფორმაცია. კი ბატონო, მართალია, ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი გვაქვს. მაგალითად, ცივი და თბილი თერაპიული პაკეტები მკერდისთვის, რომელიც მასტიტის შესამჩნევად
შესამსუბუქებლად ძალიან კარგი არის. ასევე რძის კარგად გამოდევნაში უწყობს დედებს ხელს. გვაქვს ასევე მშობიარობის შემდგომი ტკივილის შესამსუბუქებელი საფენები, რომელიც პერინეალურ ზონაში მუცელზე შეუძლიათ დაიდონ და გამოიყენონ როგორც ცივად, ისე თბილი სახით. გვაქვს ასევე მშობიარობის შემდგომი მოსარიცხი ბოთლები, მშობიარობის შემდგომ ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, აქსესუარი. ბატონო, ძალიან უჭერთ ხოლმე, ამიტომ ეს საშუალება არის მათთვის ძალიან კომფორტული, მიღწევადი რაღაც. ძალიან კარგი საშუალება. გვაქვს ასევე მკერდის ლანოლინები, რომელიც უკვე შეუყვარდა ძალიან ჩვენს მომხმარებელს. გვაქვს ასევე ტუჩის ბალმები, რძის შესანახი პაკეტები და აუცილებლად უნდა ვახსენო, რძის სატუმბი ელექტროსაშუალებები. გვაქვს ორთავიანი, გვაქვს ერთთავიანი. საკმაოდ ეს მაღალი ხარისხით დამზადებული ესეთი ელექტროსატუმბები არის, კომპაქტური, მარტივად გამოსაყენებელი, რომელიც ასევე ვიცი რომ ძალიან უყვარს თქვენს მომხმარებელს. უყვართ კი, ნელ-ნელა კიდევ ეცნობიან და ვინც პირველად გამოიყენა, აღარასდროს აღარ გადადის, ასე რომ ვთქვათ, სხვა ბრენდზე. ასევე ძალიან უყვარს თქვენს მომხმარებლებს ორი ბრენდი, რომელზეც ასევე კიდევ უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის Good Goat და Dodge. მოგვიყევით რა შეთავაზებები აქვს PSP-ს ამ ბრენდებთან მიმართებაში და ამ ბრენდზეც ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს, ცოტამდენი ინფორმაციაც მოგვეწევთ. კი ბატონო, Good Goat და Dodge გახლავთ ფრანგული ბრენდები. Good Goat გვაქვს ესეთი კვება, რომელიც მაქსიმალურად არის ბუნებრივად ბიოორგანული პროდუქტი არის. ფაქტობრივად ისეთია, როგორცაც დედა სახლში მოამზადებს ბავშვისთვის და მისცემს არანაირ მალმინიუთიერებებს არ შეიცავს. გვაქვს ორცხობილები, გვაქვს პაუჩები, პიურეები, სხვა ფაფები და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან სუფთა და ძალიან ესეთი კარგი პროდუქტი არის დედებისთვის. დღევანდელ ბაზარზე ეს ძალიან დიდი ფუფუნება არის, მე თვითონ მკითხავთ რომ ასეთი სუფთა პროდუქტი მიაწოდო შენს ბავშვს. Dodge-ს რაც შეეხება. Dodge-ს ეს ფრანგული ბრენდი არის, ძალიან სუფთა, ესეც ძალიან ორგანული. გვაქვს ჰიგიენური საშუალებები, რომელიც მაქსიმალურად აი 0 თვიდან გამოიყენება არის ჰიპოალერგიული და ესეც ვინც კი გამოიყენა, ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა, იმიტომ რომ როგორც ბავშვისთვის, ისე დიდებმაც შეუძლიათ რომ ჩვეულებრივად მოიხმარონ. ამათაც აქვთ აქსესუარები, ჰიგიენა, ბოთლები და ურავი რა, საწოვრებიც რა თქმა უნდა, კი. კარგი, მოდი ვუთხრათ, ასევე მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როდიდან დაიწყება ფასტაკლებები ამ ბრენდებზე და როდემდე გაგრძელდება. კი ბატონო, ჩვენს ბრენდებზე, ამ კონკრეტულად ამ ექსკლუზიურ ბრენდებზე, Lancinoze და Dodge-ზე უკვე დაწყებული არის ფასტაკლებები, გუშინ დაიწყო და გრძელდება 2 იანვრამდე, ხოლო რაც შეეხება Good Goat-ზე ფასტაკლება დაიწყება 30 დეკემბერს და გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. მოდი ასევე ვუთხრათ იმ მშობლებსაც და მივაწოდოთ ინფორმაცია მის შესახებ, შეუძლიათ თუ არა თუკი მაგალითად ფიზიკურად ვერ ახერხებენ მაღაზიაში მოსვლა, ონლაინ გამოიწერონ და ისარგებლონ იმ ფასტაკლებებით, რაც მაგალითად ფიზიკურად მოსვლის შემთხვევაში ვრცელდება ბრენდებს. კი ბატონო, როგორც ფიზიკურ აფთიაქებში, ისე ონლაინაც შეუძლიათ ამ ფასტაკლებებით ისარგებლონ, ნახონ რა პროდუქცია გვაქვს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ნინო, მე მგონი საინტერესო ინფორმაცია მივაწოდეთ თქვენს მომხმარებლებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეც რა თქმა უნდა დამდეგშობა ახალ წელს და მაგ დაგემშვიდობებით სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ. მადლობა ანას, ძალიან დიდი მადლობა. უკვე ვიცით PSP-ში რა როგორ და რანაირად უნდა შევიძინოთ. და ახლა მინდა რომ წაგდიდგინოთ ძალიან საინტერესო ამბავი, ესე იგი პროფესიული წრეების მარშები გრძელდება და ეს დღეები ქართველი ხალხი უყურებს ძალიან დიდ პროტესტს, მშვიდობიან პროტესტს, რომელიც დღის მანძილზე სწორედ ამ მსვლელობებში გამოიხატება და საღამოს 7 საათისთვის ტრადიციულად ადამიანები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე იკრიბებიან. დღესაც იგეგმება მარში, რომელსაც სპორტსმენები მართავენ და ასევე გულშინ წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება გაიმართა. ამ და სხვა სპორტულ თემებზე ჩვენი სპორტული ჟურნალისტი გიორგი დარჯანია მოგვიყვება. გიორგი, დილამშვიდობის, მოგესალმები. დილამშვიდობის. გამარჯობა მარიამ ბაჩო, აქედან მოვიკითხავ ჩვენს უზურპასეს ხატიას, როგორ ხარ? უერთდებით ჩვენს მოკითხვას, რა თქმა უნდა. ხო. საინტერესო სიახლეც. სიახლეები გვაქვს, სამწუხაროდ აი რა უცნაურია, რომ დილის გადაცემა ხო ისეთი მსუბუქი ხასიათის უნდა იყოს სპორტის რუბრიკაზე, მარტო სპორტზე უნდა ვლაპარაკობდეთ და ამ დროს გვიხდება იმის დაანონსება, რომ დღეს საღამოს არის საპროტესტო მარში, რომელზეც გადიან სპორტსმენები, გულშემატკივრები, სპორტული ჟურნალისტები, პრინციპში ეს სამი კატეგორია ერთი დიდი მთლიანის განუყოფელი ნაწილებია და
აი ასე გვაქვს საქმე აწყობილი, რომ გვიხდება ამ თემებზე აქცენტის გაკეთება. თუმცა მაინც დავიწყოთ მოდი წმინდა სპორტული ამბით, წლის ბოლოა შესაბამისად შეჯამებების დრო არის და გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეაჯამა 2024 წელი. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს იყო ყველაზე წარმატებული წელი საქართველოს ისტორიაში სანაკრებო ფეხბურთისთვის. ამაზე წარმატებული წელი არ ქონია და ბუნებრივია, რომ აქედან გამომდინარე კიდევ უფრო იზრდება ინტერესი იმისადმი, ვინ გახდნენ ფავორიტები ვიმეორებ ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, იმიტომ რომ არსებობს რამდენიმე ვერსია, არსებობს სარბიელის ვერსია, ყველაზე ძველი და ყველაზე ისეთი პრესტიჟული ვერსია, რომლითაც წლის საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელეთ გიორგი მამარდაშვილი და ეგუშინ იყო უკვე ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით დაჯილდოება. აქ მონაწილეობა საუკეთესოს გამოვლენაში მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა პლუს ჟურნალისტებმა. და ჩვენ ახლა შეგვიძლია სხვა ნომინაციებიც იყო და მოდი პირდაპირ ბევრი შესავლის გარეშე ვნახოთ ეს სიუჟეტი გუშინდელი ღონისძიებიდან. დიდი სიამოვნებით. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წელი საუკეთესო იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საფეხბურთო წარმატებების თვალსაზრისით. რატომაც არა, 2024 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. შემდეგ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და თან ისე ითამაშა, რომ ჯგუფიდანაც კი გავიდა. გარდა ამისა, ისტორიაში პირველად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვალიფიკაციის გავლით გავიდა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რაც ასევე აქამდე არასდროს მომხდარა. და მოდი ვთქვათ ერთიც. 2024 ყველაფერთან ერთად ოლიმპიური წელიც იყო და პარიზიდან 3 ოქროს მედალი ჩამოვიტანეთ. თუმცა თუ კი ვლაპარაკობთ საერთო სახალხო სიხარულზე, საერთო სახალხო ზეიმზე, ვერაფერი შეედრება იმ სიხარულს, რაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ქართულ ხალხს მოუტანა. მიახლა ვიმყოფები სასტუმრო პულმანში, სადაც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებული სპეციალური ღონისძიება, რომელზეც 2024 წლის გამორჩეული ფეხბურთელები დასახელდებიან. დაველოდოთ და ერთად გავიგოთ, ვინ არიან ეს ფეხბურთელები. სანამ მედალოსნებს დავასახელებდეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განსაკუთრებულ პარტნიორსა და ქართული ფეხბურთის დიდ მხარდაჭერს კოკაკოლა ბოთლერ ჯორჯიას წარმომადგენელს ვატო პაპავაძეს ვთხოვთ ახლა სცენაზე. ჩვენ გადავწყვიტეთ დღევანდელ ღონისძიებაზე, რომ ყველა ნომინანტს ჩვენი ჯილდო დაუწესოთ, რაც არის ასევე ფულადი პრემიები და სიმბოლური კოკაკოლას პრიზი. ჩვენთან წლამდე საუკეთესოები ბრინჯაოს მედალი მათე შათერიშვილი, ვერცხლის მედალი ანდრია ბარტიშვილი და ოქრო საბა ხარებაშვილი. და ესეთი და სხვა მრავალი. ეს არის უნიშნულოვანესი ჯილდო ვატ კარიერაში, კარიერის დასაწყისში. ბიჭებო, გილოცავთ და კიდევ ბევრჯერ მოგველოცავთ სხვადასხვა წარმატება თქვენს პროფესიულ კარიერაში. ახლა კი ვგთხოვთ გაგვაცნოთ 19 წლამდე მედლის მფლობელები ალექსანდრე იაშვილი გაგვაცნობს კვლავ. ცოტნე ბერელიძე, ვერცხლი ვახტანგ სალია და ოქრო საბა სამუშელი. ბრავო. ვიბულოცოთ აპლოდისმენტებით გავამხნევოთ. გილოცავთ. ახლა კი სცენაზე მინდა კვლავ მოვიწვიო ბატონი ალექსანდრე იაშვილი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო ფეხბურთელს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობიდან. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა საბა გოგლიჩიძე. გავხდი საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ეს შემთხვევით ძალიან დიდი პატივი და мотиваცია იმისთვის, რომ გავაგზავნო წინსვლა და მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებთან ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწია. მინდა ვისაგებო შემთხვევით და მოგილოცოთ ყველას დამდეგი შობა ახალი წელი, გისურვოთ ჩამრთება, ბედნიერება, რა თქმა უნდა თქვენს ოჯახებთან ერთად წარმატებები და წინსვლა. ახლა კი დადგა დღევანდელი საღამოს კულმინაცია საქართველოს 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. და ყურადღება ეკრანისკენ, მასე ნომინაციაზე წარდგენილნი არიან გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიხაუტაძე, სუიჩა კვარაცხელია. 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა გიორგი მამარდაშვილი.
პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დამდეგი შეუახლოვი წელი. გისურვებთ იმაზე მაგარი საფეხბურთო წელიწადი, ვიდრე იყო 2024. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ნაკრების სტაფს, ფეხბურთელებს და მწვრთნელებს, რადგან ეს იყო გუნდური წარმატება. აკაკი ნევაძის შემდეგ ვარ პირველი ქართველი მეკარე, ვინც გახდა საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ეს ვარ მაგასაც სიამოვნებაა ჩემთვის. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ეს იყო ჩვენი ერთიანი წარმატება, ერთად გავედით ევროპის ჩემპიონატზე და დავწერეთ ისტორია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგის და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ გიორგი მამაკაცის გადაეცემა ფეხბურთის ფედერაციის პრიზი. ასევე კოკაკოლასგან ფულადი ჯილდო 50,000 ლარის ოდენობით და განსაკუთრებული სუვენირი კოკაკოლასგან ასევე რომელიც ყველა ნომინანტმა მიიღო. აი ასეთი ამბავი იყო, ხო, ჩვენს უერთდებით მილოცვას, გიორგი მამარდაშვილი მოკლედ ყველანაირი ვერსიით წელს გახდა საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს, იმით უმეტეს აი ასეთ უმნიშვნელოვანეს წელს, რომელიც იყო აი მართლა საუკეთესო წელი საქართველოს ნაკრებისთვის და მადლობა რა თქმა უნდა კოკაკოლას მშვენიერი ფულადი ჯილდოებისთვის და სხვათა შორის მინდა ერთი სინქრონის მოგასმენინოთ, მე ჩავწერე როგორც თვითონ საკუთარ თავს უწოდებს, პროფესიონალი გულშემატკივარი თემურ ჭკონია. ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს მას ფეხბურთთან დაკავშირებით, შეგვიძლია მოვისმინოთ. ნუ თემა არის შემდეგი, რომ სასწორხეთთან არის სხვანაირი საომარი თამაში, კავკასიის დერბია და იმედი მაქვს, რომ იმედი არ დარწმუნებული რომ მოვიგებთ ყოველ შემდეგ ეტაპზე. რამასვანაძე გრანდიოზული შედეგი დადო და ამაყი ვარ მაგით ეს ხდება. წარმოუდგენელი და საერთოდ მე ხშირად მithქვია და გვისაუბრია რომ სადაც მე სულსავ რომ ქართული ფეხბურთი და რაღაც მომენტში ყავდა ოპონენტები რა ასრიშავს ქართული ფეხბურთი და ამის ახსნა ფეხბურთში და სპორტში რა არის ქართული რა არის ცოტა თუ ახსენი მაშინ აღარ არის არც ქართული არც ბრაზილიური. ეს მომენტები არის აუხსნელი. ეხლა ბრაზილურ ფეხბურთს ვინ ახსნეს? ქართულს ვინ ამის როგორ შეიძლება ის ახსნა ტალანტის, შემოქმედების, კრეატიულობის ახსნა ძალიან რთულია. თუ ეს ახსენი, მაშინ რაღა კრეატიული ხარ. აი ეგ არის თავი. აი ესეთი საინტერესო მოსაზრებებია ყოველთვის თემურ ჭკონიას და კიდე მაყურებელს მინდა ვუთხრა რომ გარდა იმ ნომინაციებისა რაც ჰქონდა ამ სიუჟეტში დააჯილდოვეს საუკეთესო ფუტზალის მოთამაშე, საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მსაჯი, სხვათა შორის წელს ასევე პირველად მოხდა რომ ქართულმა მსაჯმა იმსაჯა ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მატჩი. ეს ყველაფერი უკვე საღამოს კოკაკოლას სპორტულ ამბებში შეუძლია ნახოს ჩვენმა მაყურებელმა. და კიდევ ერთი საკითხი ამ დაჯილდოების მსვლელობის დროს უცბად ქვეყანამ გაიგო გუშინდელი სანქციების ამბავი. და ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესწრებოდნენ ამ დაჯილდოებას და ეს კულუარულად რო ვთქვა მოუყვეს ამბავი. ღონისძიების დასრულების შემდეგ არავის აღარ გახსენებია ფეხბურთი. ყველა კითხვა იყო ამ სანქციებზე. წარმოიდგინეთ, საფეხბურთო დაჯილდოებაა, მაგრამ ისეთი სიტუაცია აქვს ქვეყანაში შექმნილი, რომ ფეხბურთი აღარ ახსოვს უკვე ხალხს და ყველას აინტერესებდა სანქციების ამბავი და ყველა კითხვა კობახიძის მიმართაც და კალაძის მიმართაც ეხებოდა რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ აი ამ პოლიტიკურ ამბებს. და ეს ხდება საფეხბურთო დაჯილდოებაზე. ანუ ქვეყანაში როგორი განწყობა ეს ფაქტი ძალიან კარგად აჩვენებს ამას და რითიც დავიწყეთ ჩვენ საუბარი ის რომ დღეს 7 საათზე არის მარში სპორტსმენების, გულშემატკივრების, სპორტული ჟურნალისტების, ჩემი კოლეგების და მინდა ახლა სტუმრად შემოვიყვანოთ ჩავთოთ დავით ერაძე. ჩემი კოლეგა ფორმულას ბოდიში მთავარი არის სპორტული მიმომხილველი. დათო გამარჯობა, როგორ ახარ? ხო ხარ მხნეთ მითხარი და როგორი განწყობა გაქვს? შენი წარდგენის მერე ცოტა აღარ ვარ მხნეთ. დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობის, რა თქმა უნდა, მხნეთ ვარ, რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ და ძალიან მიხარია ის თემა, რაც დღეს თქვენ გაქვთ და ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც. სპორტსმენების მარში, იმიტომ რომ რაღაცნაირად გვარწმუნებდნენ, რომ მთელი სპორტული სამყარო ჯიბეში ყავს, მთელი სპორტული სამყარო გააჩუმეს, მაგრამ არა, ჯერ ესეთი ჩვენ სულ დავდივართ იმ აქციებზე და ვხედავთ არაერთ სპორტსმენს, არაერთი სახეობიდან და სასიხარულო რომ ძალიან ბევრი არიან, თუმცა აი აგერ ნახეთ რომ უკვე მათ გადაწყვეტეს გაერთიანება და ეს ერთიანი ძალის დემონსტრირება და რაც ყველაზე მთავარია გუშინ ალბათ ნახეთ სარაგბო კლუბმა აკადემიამაც
სრული მხარდაჭერა ამ პროცესებს აღუთქვა და რაც თავარია მთელი კლუბი აპირებს დღეს ქართველი ხალხის გვერდზე დგომას და ეს პირველი მერცხალია ნამდვილად აი ესე კლუბები, როდესაც მთლიანად ერთიანდებიან, იმიტომ რომ ალბათ გახსოვთ არა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის განცხადება ადრე, როდესაც აქციებს მხარი დაუჭირეს ძალიან აქტიურად ჩვენმა მორაგბეებმა, მაგრამ რაღაც ყოველად გაუგონარი რამ თქვა, რომ მორაგბეს ვინ ეკითხება ესეთი რამ, მას შეუძლია მხოლოდ თქვას საქართველოს გაუმარჯოს. ანუ განუსაზღვრა რა უნდა მომხდარიყო და ამ დროს აი ამ უკვე მორიგი პროტესტის შემდეგ ყველაზე აქტიურები უნდა ვაღიაროთ და ყველაზე კონკრეტული მესიჯები სწორედ მორაგბეები იყვნენ წარმოდგენილი და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მათ ყველას და ზოგადად ყველა სპორტსმენს არავის არ გამოვყოფ, იმიტომ რომ არაერთხელ მითქვა იქ დგას მათი ნამდვილად გულწრფელი გულშემატკივარი, ის გულშემატკივარი, რომელიც აი ყველაფერს აკეთებდა, რომ ისინი კომფორტის ზონაში ყოფილიყვნენ და რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა თითოეული გამომხნევებელი სიტყვა, თითოეული რაღაც მათი თუნდაც აი პატარა მინიშნება იმ სოციალური ქსელებიდან არავინ არ ითხოვდა რა თქმა უნდა ევროპაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისგან რომ ისინი მათ გვერდზე მდგარიყვნენ, მაგრამ ფაქტია რომ ეს ასეა, იმიტომ რომ მათ სიტყვას ძალიან დიდი ფასი აქვს. რატო მოხდა ყველაზე მეტად ჩვენს ეგრეთ წოდებულ პრემიერს შოთა არველაძის იქ დგომა და რატომ ჩაიციკლა, ხო? აი შოთა მოვიდეს და აუხსნე, ვერაფერს ვერ აუხსნეს ჯერ ეს ერთი მოდი თქვა ესე გულწრფელად და მეორე ესეთი იმიტომ მოხდა რომ შოთა საერთო სახალხო პერსონაა, ყველას უყვარს, ყველა ძალიან დიდ პატივს წერს, რასაც მათზე ვერ ვიტყვით და ხვდებათ ესეთი რაღაცები, ეს ჩვეულებრივი ამბავია. იმიტომ ცდილობდნენ ყველაზე მეტად სპორტსმენების გვერდზე გაწევას, რაღაც ამ საერთო რაღაც სურათიდან ჩამოშორებას, იმიტომ რომ ყველანაირად მიდიოდა სტიგმატიზაცია ამ პროცესების. ხო გახსოვთ რას არის ძახენ, როგორი ხალხი დგას, ადგას, ყველაფერი მოიგონეს, მაგრამ არაფერმა არ იმუშავა, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იყო ნებისმიერი საღათ მოაზროვნე ადამიანი, ვინც იქ ჩავიდოდა რუსთაველზე დაინახავდა იმ ახალგაზრდობას, იმ შუახნის ხალხს თუ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს დარწმუნდებოდა, რომ იქ მართლაც საუკეთესო გულანთებული ხალხი დგას, ხალხი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ბედი ძალიან აღელვებს და თუ აქამდე ისევ ვიტყვი, რომ სპორტსმენებს რეგულარულად ხედავდი აი ამ აქციებზე, დღეს ისინი უკვე ერთიანი მარშით შეუერთდებიან და კიდევ ერთი მითი დაიმსხვრევა, რომ სპორტსმენები ჩვენს გვერდზე არ იყვნენ, ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდზე იყვნენ, ამას გრძნობდით და ძალიან კარგია ეს მარში, მოკლედ ველოდებით ჩემს კოლეგებსაც, ჩვენს ყოფილ თუ ამჟამინდელ რესპონდენტებსაც და უბრალოდ იმ ადამიანებს, რომელთა ხმაური, ანუ შეძახილები ესე უმახიანად ისმოდა არა მხოლოდ ქართულ სტადიონებზე, არამედ უკვე ევროპაშიც. დათო, მსოფლიო ისტორია გვაჩვენებს, რომ სპორტის და პოლიტიკა გავმიჯნოთ ეგეთი რაღაცა არ ხდება. წარმოუდგენელია. არა, წარმოუდგენელია, მით უმეტეს იცით, როდესაც საპირწონეთ მოყავთ რაღაც ისეთი ქვეყნები, ხო? აი სასაცილოა რუსეთში, მაგალითად, სპორტი და პოლიტიკა არის აბსოლუტურად ერთი სივრცე, მეცაც გეტყვით, სპორტსმენი და წარმატებული სპორტული საზოგადოება იქ ხოიცით ეგრეა დინამო და რაღაც მერე უკვე სხვადასხვა ბიზნეს შეტენეს, არ არსებობს დიდი პოლიტიკის გარეშე და ელემენტარულს ვიტყვი, აი იმ სამართლინო ომის შემდეგ და შეჭრის შემდეგ, რაც რუსეთში მოხდა, მოგეხსენებათ, არც ერთმა რუსმა სპორტსმენმა, ვერც ერთმა რუსმა სპორტსმენმა ვერ გაბედა თუ არ ვთქვი, ჩოგბურთელი იყო, რომელიც თავის ქვეყანაში ვეღარ ჩადის, ხო? აი ეს არის ყველაზე სამართლინო მომენტი, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი ქვეყნის ველურობას, საკუთარი ქვეყნის ვანდალიზმს და იმას, რაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს არ მოწონს, ვერ აპროტესტებ. აი ეს არის საშინელება და ზუსტად ამის მეშინია მე ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ საბედნიეროდ რუსები არ ვართ და არც გავხდებით არასოდეს, იმიტომ რომ მე როდესაც ამ ახალთაობას უყურებ, ვარ უბედნიერესი, იმიტომ რომ აი ისეთი მუხტი მოდის, ისეთი მუხტი, რომ ამ 31 დღიანი, ანუ ერთ თვიანი პროტესტის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღე ჩავაგდე და აი მქონდა ისეთი სიბრაზე, ისეთი რაღაცნაირი გრძნობა საკუთარ თავზე, რომ როგორ მეგონა რომ დავაღავათე ხალხი და
ესაც არის მის ამ ხალხს, რომ იქ დიდი სიამოვნებით მიდის ადამიანები მიდიან და იციან, რასაც აკეთებენ, რასაც აპროტესტებენ. აი მიდით ნებისმიერს კითხეთ და ყველაფერი იცის და ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი ახალგაზრდობა ყავს ჩვენ, ახალგაზრდობა, რომელმაც აწთავარია. აი ყოველგვარი რაღაც თქვენა გზნობების, ყოველგვარი რაღაც მოლოდინების გარეშე იცის თავისუფლების ფასი და როდესაც თავისუფლების ფასი იცის, შენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იმ საზოგადოებას უკვე ვეღარ გადაიყვან რაღაც სხვა რელსებზე და უბრალოდ წარმოუდგენელი მეჩვენება საქართველოს თუნდაც ბელარუსიზაცია და ასე შემდეგ. ანუ ასე რომ დროის ამბავია ყველაფერი დარწმუნებული ვარ. ხო დათო კიდე მოდი გავიხსენოთ რომ მე და შენ ერთად ვიყავით წელს რამდენიმე თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე და ვნახეთ 10,000-ობით ქართველი ადამიანის ბედნიერის სახე. როგორი ბედნიერები იყვნენ იმით რომ იყვნენ ევროპაში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპამ ქართველები მიგვიღო ძალიან ხელგაშლილად, ძალიან გულიანად და სიყვარულით, ხო? ეს ნამდვილად იგრძნობოდა იქ ყოველდღე ყოველ ნაბიჯში და ეს ქართველები 10,000-ობით ქართველი ნამდვილად იყო ბედნიერი იმით რომ იყო ევროპაში. მათ უმრავლესობას სხვათა შორის დღეს რუსთაველზე ვხედავ, იმიტომ რომ მოგეწევა ჩვენ სანამ სტადიონზე შევიდოდით, მუშაობდით იმ მსვლელობებზე, იმ ქართველების შეკრების ფანზონების ადგილებში და დავჭა ხო იმ ხალხის რაღაც მოგონებები, რაღაც სახეები, უმრავლესობას იკვდები, უმრავლესობა მეუნება რომ ჩვენ გერმანიაში ვიყავით ერთად და ასე შემდეგ. იცით, ვინც ეს ევროპული ფან კულტურა ნახა, ვინც ეს ევროპული რაღაც მიდგომები ნახა ზოგადად სპორტისადმი, ხო, ნუ წარმოუდგენელია ის, როდესმე შეაბრუნო, სხვათა შორის ამ ევრო 2024-მა ამ მხრივ ძალიან მაგარი რამ გააკეთა ჩვენი კომაგისთვის, ჩვენი მენტალობისთვისაც, იმიტომ რომ ჩვენ მივხვდით, რომ ნებისმიერ სფეროში შეგვიძლია თანასწორი ვიყოთ ევროპასთან, მათ შორის კომაგობაშიც, მე მგონი თუ რიცხობრივად თურქეთს არ ჩავთვლით დორტმუნდში გამართულ შეხვედრას, არც ერთ სხვა შეხვედრაში ჩვენ თავი კი არ შეგვიწვენია, მხოლოდ ქართული შეძახილი და ქართული ხმა ისმოდა და აქედან გამომდინარე, მე მგონი, აი ყველა მითი დავარწყვეთ ის, რომ ჩვენ კომაგობა არ შეგვეძლო, ის რომ ჩვენ გამარჯვება არ შეგვეძლო, იმიტომ რომ თავარი ყოველთვის ვიტყვი, რომ ჩვენნაირი პატარა ერებისთვის არის გამარჯვება და ეს გამარჯვება სწორედ ძალიან მჭირდებოდა რაღაც საკუთარი შინაგანის ასამაღლებლად და მე მგონი ამ გამარჯვებას უკვე მოყვება ის შემდეგი გამარჯვებები, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ნაბიჯ ვახცევთ და აუცილებლად მივახცევთ. ძალიან დიდი მადლობა დათო, გემშვიდობები სულ რამდენიმე საათით, იმიტომ რომ საღამოს 7-ზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, გულშემატკივრები, კომენტატორები, სპორტული ჟურნალისტები და ერთად მარშით რესპუბლიკის მოედნიდან გავემართებით შეკრების ტრადიციულ ადგილისკენ, საქართველოს პარლამენტის შენობისკენ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დათო. მადლობა. დიდი მადლობა. იქ მე მგონია რომ სანამ 7 საათზე თქვენ ერთმანეთს შეხვდებით, იქამდე 3 საათზეც გაქვთ შეხვედრა, იმიტომ რომ დღეს ჯაჭვის დღეა. დღეს გვაქვს ჯაჭვი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯაჭვი. კონკრეტული ადგილი ხო არ გაქვთ? მე ჯერ არ მაქვს მონიშნული, იმიტომ რამდენიმე ბევრი ადგილია და შევეცდები რაღაც ერთ-ერთ ადგილში, ერთ-ერთ ჯაჭვში ჩავდგე, რა თქმა უნდა. კი ბატონო, იცი, ჩვენ შუადღეში დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ აი ამ ჯაჭვზე, რომელიც დღეს იგეგმება სრული საქართველოს მასშტაბით და გვექნება ჩართვები რეგიონებიდან, თბილისიდან, თავისთავად და რა თქმა უნდა, ავუხსნით, ასე ვთქვათ, დავაკვალიანებთ თუ კიდე ვინმეს აქვს კი აუცილებლად კითხვა. უბრალოდ რომელ ადგილას ჩავდგე ჯაჭვში. აუცილებლად ჩვენს არა ერთ ადამიანს აქვს მსგავსი კითხვა, ასე რომ დაგაკვალიანებთ, არინერვულად ყველა ჩვენი ადგილი გვექნება და მარტივად გავაკეთებთ ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, ერთ ფერხლში ჩავებმებით ადამიანები და ეგრე იქნება და ძალა ერთობაშია და ამ ძალას და ერთობის ჯაჭვს კიდევ ერთხელ გავჭიმავთ სრულიად საქართველოში და წარმატებებს და მოკლედ აუცილებლად ესე იგი 3 საათზე იწყება, მე როგორც ვიცი, 3-ზე ჩავდგებით ჯაჭვში, მერე 7-ზე გადავალ უკვე რესპუბლიკის მოედანზე და ასე რის ნახევრისკენ შევხვდებით გადავეკვეთებით ყველა პარლამენტის შევხვდებით
ეგ თავისთავად. კი ბატონო. დიდი მადლობა გიორგი. წარმატებებს გისურვებ, ესე იგი მომავალ წელს 2025-ში შევხვდებით უკვე ჩვენ ერთმანეთს. დამდეგს გილოცავ, აუცილებლად რუსთაველზეც შევხვდებით მე როგორ ვთქვა, ახალ წელს იქაც მოგილოცავ, მაგრამ ეთერში უკვე ასე ვთქვა. ბარემ ამასაც დავაანონსებ, რომ 2025 გვაქვს უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო წელი, იმიტომ რომ ჯერ გვაქვს მარტში საქართველოს სომხეთის ორმაჩიანი დაპირისპირება, რითაც უნდა გადაწყდეს ერთა ლიგაზე, ბ ლიგაში ვრჩებით თუ C ლიგაში დავქვეითდებით. შემდეგ მოდის ივნისში უკვე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, აი შარშან რო იყო საქართველოში. იმისი უკვე მომდევნო ანალოგი და საქართველოს ნაკრები აქაც მონაწილე იქნება, სლოვაკეთშია ეს ჩემპიონატი და ძალიან ურთულესი ჯგუფი გვყავს. საფრანგეთი, ნიდერლანდები და შემდეგ უკვე შემოდგომაზე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. ანუ მთელი წელი გვაქვს გაწერილი უმნიშვნელოვანესი, უპრინციპულესი საფეხბურთო მატჩებით, ასე რომ დაველოთ. აუცილებლად წარმატებებს უსურვებთ, რაც მთავარია დარწმუნებულიც კი ვარ სადღაც გულის სიღრმეში მათ წარმატებაში. მოკლედ ახლა ვახსენეთ უკვე ახალი წელი და წელს საკმაოდ უცნაური ახალი წელი აქვს საქართველოს. ადამიანები პროფესიული საქმიანობის ნაწილში ბოიკოტის რეჟიმში არიან. ასეთი არის ზუსტად ჩვენი სიუჟეტის გმირიც, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო მერიის საშობაო ბაზარს ბოიკოტი გამოუცხადა და წელს მონაწილეობა არ მიიღო მასში. შესაბამისად, მისი ხელნაკეთის საახალწლო აქსესუარები აუდიტორიის მიღმა დარჩა. ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა ბამოს სახელოსნოში. ნახოთ ახლა თათი ალაბაძის სიუჟეტში მოგვითხრობს იგი აი ძალიან საინტერესო ადამიანს. ჩვენი გამოსახულკები ასოცირდება ახალ წელთან, შობასთან და შესაბამისად უკვე დიდი ხანია ვემზადებოდით ჩვენი ჯადოსნური ახალი წლისთვის, გამოფენებისთვის, ჩვენ სივრცეში სავატრიალეთ ჯადოსნური გარემო ალბათ გიხედავთ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ მიგვეღო მონაწილეობა მერის მიერ ორგანიზებულ საავშობაო სოფელში გამოფენაში, რომელიც იყო აბსოლუტურად გულით ნაკარნახები და ჩვენი ადამიანობით და ამიტომ ვართ ესე გაჩერებულები. ჩვენი საშობაო სახლები, სოფელი იწყობა ხოლმე ბევრი სახლში და ჩვენი ისტორიაც რაღაც ესე იწყება. პირველად შევქმენით პატარა დეკორი ჩვენივე სახლისთვის 12 წლის წინ, როდესაც დავოჯახდით და მოვაწყეთ ჩვენთვის ლამაზი გარემო. ერთხელაც გიორგიმ დაამზადა მონარჩენი ხისგან სახლები და მიხვდა რომ ეს ის იყო. ნაძვისხევის კეთების პერიოდში ერთ-ერთი მონაჭერი აღმოჩნდა სახლის ფორმის. აბსოლუტურად ყველა დეტალი, რასაც აი ამ სახლებზე ხედავთ, ყველაფერი ჩვენი ხელითაა მოჭრილი. ესე გასათვალისწინებელია, რომ მე რო არ ვიყო, ეს არ გაკეთდებოდა, თეკა რო არ იყოს, ეს არ შეიქმნებოდა. ანუ ეს არის ორივეს უნიკალური ნიშა, რომ უერთმანეთოთ როგორც ეს სახლები არ იქნება, ისე უჩვენობა არ იქნება რა. თბილისი თუ საქართველო? მეგონი საქართველო. მოდი ამას საქართველო და შემდეგზე თბილისს დავაწერე. მომენტში სათავგადასავლოცა, რაღაც მომენტში აზარტულიცა ჩვენი ერთად მუშაობა. ვფიქრობ, რომ რაღაც ჯადოსნური გარემო მაინც შევქმენით. თავარი არის ის, რომ სახლის ფორმას ვინარჩუნებთ, ეს ჩვენ არს გამოხატავს, როგორც უკვე გიორგიმ თქვა, ოჯახს, ლოგოს, ყველაფერს, ანუ აერთიანებს ზრუნვას, სიყვარულს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ნივთები, რომელიც ჩვენში შეიძლება უსარგებლო იყოს, რეალურად შეიძლება ახალი სიცოცხლე მივცეთ. ის მასალა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის მეორადი მასალა, რომელსაც აქვს თავისი ფაქტურა. და რომელსაც ახალ სიცოცხლეზე და ამ ყველაფერს შოულობთ ჩვენი მეგობრებისაგან, ჩვენი მეზობლებისაგან. ის პატარა დეტალები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ეს არის პიანინოს შიდა
დეტალები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის წვრილი პატარა დეტალები, რომელიც პიანინო შეიცავს, ძალიან რთული ამის დამზადება. ჩვენ ვიყენებთ ამ დეტალებს საკვამურებად, ვიყენებთ დარაბებად ვიყენებთ და თავის პეცს აძლევს. ხშირად მასალა კარნახობს და მნიშვნელოვანია რომ ის პატარა დეტალები დაინახო, იგივე იქნება ეს პიანინო თუ როიალის დეტალი, იმიტომ რომ შემოქმედებითი ცოცხალი პროცესია და შენ უნდა იგრძნო, დაინახო, გამოიყენო და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. დაახლოებით 500 სახლი არის შეიძლება ამ სახლში და 5000 შეიძლება ოჯახებში არის, როგორც საქართველოში, ისე სასწრაფოს გარეთ და ერთი და იგივე სახლს ფაქტიურად ვერ ნახავთ. და ვცდილობ რომ არც გავაკეთო. დარწმუნებულა რომ მომავალ წელი იქნება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მნიშვნელოვანება გამოიხატება იმაში, რომ ყველამ უნდა დავისახოთ საკუთარი მიზნები და ამ მიზნებისთვის უნდა გადავდგათ ნაბიჯი. თუნდაც ვიდეო მასალა გვაქვს, თუნდაც ფოტო მასალა გვაქვს და ამ ფოტო მასალიდან ძალიან ბედნიერდებით, რომ საიდან დავიწყეთ და ეხლა სადავართ. და დარწმუნებული ვართ მომავალ წელს კიდე სხვაგან ვიქნებით. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ადამიანებს თავიანთი პოზიციისთვის და იმ გვერდში დგომისთვის, რომელთაც უდგავართ ჩვენ ერთმანეთს ადამიანები. ძალიან რთულია, როდესაც შენ რაღაცა საქმე მოსცილდე, შენს ძირითად შემოსავალზე თქვა უარი, მაგრამ იდგე ქვეყნის სამსახურში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, იმ ადამიანებს, ვინც ამ პოზიციას არა მხოლოდ თავისთვის, არამედ გარეთაც გამოაქვთ და გვესაუბრებიან და მაგალითს გვაძლევენ. ძალიან დიდი მადლობა თათიას კიდევ ამ სიუჟეტისთვის. ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ჩემო მარიამ. რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო უკვე მარიამის რუბრიკით, ასე რომ დაგველოდეთ, არ გადართოთ, დაგიბრუნდებით მალე. პერფორმანსი იყო, ანიტამ შეასრულა ასევე მრევაზლაღიძის განთიადი ოპერიდან ლელა. ძალიან ლამაზი იყო გუშინდელი საღამო, ისე როგორც ყველა მარში აბსოლუტურად და პატრიოტული სიმღერები გაჟღერდა და ასე შემდეგ. თუმცა ჩემს თხრობაზე საინტერესო ალბათ ის კადრები იქნება, რაც ახლა თათი ალაბაძემ უნდა შემოგთავაზოს თავის სიუჟეტში და უფრო მრავალფეროვნად გადმოგცემთ იმ ყველაფერს, რაც გუშინ რუსთავზე და არა მხოლოდ რუსთავზე ხდებოდა, იმიტომ რომ ეს მსვლელობა დაიწყო ფილარმონიიდან, ასე რომ ვნახოთ თათი ალაბაძის სიუჟეტი და ჩვენ შემდეგ აუცილებლად დაგიბრუნდებით. ჩვენი ყველა ერთობა ყოველდღე ასუსტებს ამ მავნებელ მთავრობას, მოღალატეებს და ამიტომაც ვიყოთ ერთად და გავაგრძელოთ რუსთავზე სიარული, ეს აუცილებელია. სათქმელი ერთი და იგივეა, ყველა მარშზე წინა ქალთა მარშზე რო ვიყავ, იქაც იგივე სათქმელი იყო. ამ მარშზეც რა თქმა უნდა და მანამდე ყველა აქციაზე დაწვევა. არჩევნები უნდა დაინიშნოს, რომ ეს დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ. უნდა გაანთავისუფლონ ყველა დაკავებული, დაპატიმრებული, არ ვიცი, ესენი არიან მძევლები რეალურად. უპირობოდ უნდა გაანთავისუფლონ ყველა და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ამაში რაღაცა, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო. ჩემი სათქმელი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკანონოდ დაპატიმრებული პატრიოტების განთავისუფლება, არჩევნების ანიშნა, რასაკვირველია და ასევე მინდა ვთხოვა თუ მოგვიწოდა ქართულ ოცნებას, რომ პარავენ ისეთ ძვირფას სიტყვებს და უკარგავენ მნიშვნელობას, როგორც არის იმედი
გამარჯვება, ოცნება და ასე შემდეგ. ყველა მარშის მიზანი ყველამ ვიცით რომ არის უკეთესი საქართველო. რა თქმა უნდა თავის მოთხოვნები აქვს, მათ შორის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები. აი ეს არის და ეს მარტივია ძალიან ყველაფერი. ერთადერთი უნდა შეიმჩნიონ, რომ ნამდვილად მთელი საქართველო ამაში ჩართული და მარტივად შესრულდება ეს ყველაფერი. მიზანი კვლავ როგორც ყოველთვის არის ის, რომ ხელოვნება უძლეველია, ყოველთვის ებრძოდა დიქტატურას, ყოველთვის ებრძოდა უსამართლობას და ამის ყველა ბერკეტი გაგვაჩნია, იმიტომ რომ გვაქვს ძალა, რომელსაც ქვია ნიჭი. დღესაც სულ სიმღერით ბანერი არ ჩანს, სულ სიმღერით გავაცილებთ დიქტატორს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მარშია და შეუერთდებით იმ მრავალრიცხოვან ადამიანებს, რომლებიც და პროფესიის ადამიანებს, რომლებიც ცაცაკი აპროტესტებენ დღევანდელ ამ ჩვენს მდგომარეობას და შევიკრიბეთ ქართული მუსიკოსები, მე დარწმუნებულია, რომ ძალიან საინტერესო მარში იქნება. ნუ უფრო ყველაზე მუსიკალური, რაც აქამდე იყო, ჩემი აზრით, ასე იქნება. და რა თქმა უნდა, ჩვენი პროტესტი უერთდება იმ განწყობას, რაც არის საზოგადოებაში. ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის იმ ადამიანების გამოშვება ციხიდან, რომლებიც არიან დღემდე უკანონოდ. იმდენი ხანი ვიყავი შორს სამშობლოსგან და მთელი ეს პროცესებს უყურებდი ინტერნეტის, ტელევიზიის საშუალებით და ძალიან განვიცდიდი და ცხენოდა კიდევაც რომ არ ვიდექი ჩემს თანამემამულეებთან ერთად. თუნდაც იმ ყველაზე რთულ დღეებში, როდესაც ხდებოდა სამართალდამცველების მიერ ეს თავდასხმები და შეტაკებები. და ეხლა რაღაცნაირად ჩემს სინდისთან პირველ რიგში დღეს ნელ-ნელა სწორდები რომ ვარ და დაემთხვა ისე რომ აქ დღეს შეიკრიბა ჩემი მთელი ცხოვრება რასაც მიუძღვენი იმ დარგის თავად მესვეურები და თაყვანისმცემლები ერთად და ამიტომ ორმაგად ჩემთვის ემოციური და სასახარულოა რომ აქ ვარ ჩემ ხალხთან ერთად გავაგონებთ მთელ მსოფლიოს ჩვენ ხმას რომ ჩვენ ყველანი ვიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს, სუვერენულ მომავალს, დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს, რომელიც ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი უნდა იყოს. ჩვენი მარშის მიზანი არის ის, რასაც ყოველ დღე ვხედავთ ჩვენი თანამოქალაქეების მარშებს. მეც დავდივარ, რამდენიმეზე სხვადასხვა მარშზე ვიყავი და რა სათქმელი ის, რაც გვაქვს, ის არის ყველასი, რომ სასწრაფოდ გამოუშვან ის პატიმრები, რომლებიც არიან დაკავებულები აი ამ აქციების შედეგად და ასევე რა თქმა უნდა არჩევნები, იმიტომ რომ რაც ხდება, კარგად ვხედავთ. ვაპროტესტებთ ამ საშინელებას, რაც ხდება. ვითხოვთ ჩვენი მეგობრების, არამეგობრების, მთელი ბავშვების, მსახიობების ყველას გათავისუფლებას და აუცილებლად არჩევნებს. მე მგონი, რომ ყველაზე ისტორიული ახალი წელი გვექნება, აი, უახლეს ისტორიაში. ესეთი ძალიან მაგარი, ძალიან თბილი, ბევრი სიყვარულით და გამარჯვებით სავსე. ეს კი არის დღევანდელი დღე მუსიკოსების და ჩვენი პროფესიის ადამიანების მარში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ამ პროტესტს, რაც ახლა არის საქართველოში, ამ მასშტაბის პროტესტს, პროფესია არ აქვს, იმიტომ რომ ერთი თვეა უკვე ქუჩაში დგას ხალხი, მე მგონი ძალიან მარტივია, რა ვიცი, ვინცაც ჯერ კიდევ არ ისმის რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მინდა იმ ადამიანებს მივმართო, რომ რა ვიცი, მე მგონი ვირჩევთ ან ნათელ ქვეყანას კარგი მომავლით ხდებით დასავლური დემოკრატიული ცივილური ქვეყნების ნაწილი და მსოფლიოს ნაწილი ან რჩებით სიბნელეში არავისთვის საინტერესო ქვეყანა ხდებით და შემდეგ უკვე აზრი აღარ ექნება არაფერს. ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ შვილებს დაუტოვოთ ეს ბრძოლა, ესე ვთქვათ, რომ მათ კონდეთ
ისევ იგივე პრობლემები, ისევ იგივე წრეზე ტრიალებდნენ, გამოდიოდნენ და ელემენტარული თავიანთი უფლებებისთვის, თავიანთი სიტყვისთვის, ქვეყნის მომავლისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ. ამიტომ ეს ბრძოლა დღეს არის მოსაგები აუცილებლად, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მართლა აღარაფერს აზრი არ ექნება. ყველას ერთ-ერთი მოთხოვნა აქვს, ეხლა მთელ საქართველოში მე მგონი რომ დავდგეთ ისეთ სწორ რელსებზე, რასაც ევროპული გზა ქვენ და რასაც ჩვენ უკვე 10 წლეულებია ვიბრძვით ამისთვის და არა მარტო 10 წლეული, რა თქმა უნდა, საუკუნეებია მე მგონი. და რაც შეეხება მარშს, ეხლა ყველა ნებისმიერ შეკრებას თავის დადებითი მუხტი აქვს, რა თქმა უნდა, ეხლა ამჯერად მუსიკოსები შევიკრიბეთ თავის მე მგონი მხარდაჭერების მოვლენ მალე ალბათ და რა ვიცი, აბა რა გითხრათ რა, მე ვფიქრობ რომ ყველა ერთ-ეგივეს ვიძახით იმას რომ ეს ბიჭები და ეს ახალგაზრდები გამოუშვან, რომელიც ჩემის აზრით აბსოლუტურად როგორ გითხრათ, აი რა ვიცი, უმიზეზოდ არიან დაკავებულები სამშობლოს სიყვარულისთვის ერთი და რა თქმა უნდა რომ ჩატარდეს არჩევნები ახალი, ჭეშმარიტი, ნამდვილი არჩევნები, რომ დაწყნარდეს ეს ქვეყანა და დავდგეთ ნორმალურ სტაბილურ მდგომარეობაში. ჩემი სათქმელი არის, რომ გამოუშვან პარტიები. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. მე ამან ძალიან ამაღელვა. არ შეიძლება ეს არ მომწოს ეს ყველაფერი და გამოვედი. ჯესეთი დღეს მე არ მქონდა უფლება რომ არ მოსულიყავ. ჩემი სათქმელი იქნება ერთი, რომ ქვეყანა არის კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანის პასუხისგებლობა ეკისრება ჩვენს ხელისუფლებას. და მინდა ვთხოვოთ, რომ დროულად სანამ დაგვექცა ეს ქვეყანა თავზე, გამოუშვან ეს პატიმრები, რომლებიც თვითონაც იციან, რომ სრულიად უსამართლოდ არიან ციხეში. ძალიან მინდა ვთხოვოთ, რომ წინა საახალწლოდ ეს ხალხი დაუბრუნონ თავის ოჯახებს, მოისმინონ. ამდენი არ უნდა თავების თვლა, ჯინში ჩადგომა, ცინიზმი, ეს ნამდვილად მე ჯერა რომ მათაც იციან, რომ ეს წამგებიანი. აი ამ ცინიზმით, იგნორირებით არაფერი არ გამოვა. მოусმინონ ხალხს და კომპრომისზე წამოვიდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ქვეყნის ინტერესის სურვილი და სხვა შემთხვევაში მაშინ მავნებლობა იქნება. ძალიან დიდი მადლობა თათიას ეს გუშინდელი დღის კიდევ ერთხელ ასე გახსენებისთვის და წარმოჩენისთვის და წარდგენისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეები არის ზოგადად და დღეს ბაჩო მე მგონი უკვე 31 დღეს ვითვლით საპროტესტო აქციებისას და ერთი კვირის წინ ჩვენ ტელემაყურებელს კარგად ემახსოვრება, როდესაც თეა დერჩია იყო ჩვენი სტუმარი და ვაანონსებდით ხორუმის მსვლელობას მარშს, აი ჩვენი ტელემაყურებელი ხედავს კიდევაც კადრები გადის აეხვა შთამბეჭდავი ხორუმის საბრძოლო ცეკვის საოცარი ესე ვთქვათ რიტმული ნახაზი აქვს ხორუმს და გამორიცხულია რომ ძარღვებში სისხლის სულ რაღაცნაირ სხვანაირად არ აგიდუყოს და ასეც მოხდა, იმიტომ რომ მხოლოდ მოცეკვავები დაკომპლექტებული არ იყო ხორუმის მსვლელობა და ჩვეულებრივი მოქალაქეები მათ ვინც უბრალოდ ცეკვა არ იცოდნენ, აი ერთხელ ფეხიც კი არ არევიათ და ისე ჩაუდგნენ კი ისე იდგნენ ამ წკრივში და აი ამ ხორუმის ულამაზეს ხაზში რომელიც იყო მართლაც გენს სწავლა არ უნდა, ის თვითონ გენეტიკურად მოყვება ეგ ამბავი და კიდევ ერთი დასტური არის ახლა ჩვენი დილის ლაივის აი ეს ორი სიუჟეტი, რომელიც მანამდე ვნახეთ მუსიკოსების, მომღერლების, არაჩვეულებრივი ადამიანების ხელოვანების, ახლა აგერ მოცეკვავეებს ხედავთ, სხვადასხვა ხელოვნების წარმომადგენლების და არა მარტო სპორტსმენებზე ვილაპარაკებთ. მოკლედ სრულიად ერი გამთლიანებული და გაერთიანებულია იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ქვია დაპატიმრებული, უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება და არჩევნები თავისუფალი და დამოუკიდებელი, რომელსაც მე დარწმუნებული ვარ მივაღწევთ. ამას კიდევ ის მიდასტურებს, რომ ჩვენი გარეთ მყოფი პარტნიორები ამაშიც გვერდში გვიდგანან და ჩვენი ერთად დგომის შედეგია ის მოცემულობა და ის სანქციები თუ ასე ვთქვათ გვერდში დგომა, როგორც
ამერიკის, ასევე ევროკავშირის ქვეყნების და მე არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო ის რომ ჩვენ ვერ მივაღწევთ ამ დასახულ მიზანს, აუცილებლად მივაღწევთ, ეს 31 დღეს იქნება თუ როცა იქნება, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ გავართ ამ მოთხოვნების სადარაჯოზე და ვიდგებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ ამ შედეგს. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს დავიმშვიდობებოდეთ, ბაჩო. პეტრა ვიდეო გვაქვს ხორუმის, რომელიც შეგვიძლია რომ დიდი სიამოვნებით დავგავიწეროთ ხორუმის ერთ-ერთი საშუალებას ჩვენს მაყურებელს რომ შეხედოს მართლაც ამ არაჩვეულებრივ მსვლელობას. შვენიერი კადრები ვნახეთ, არაჩვეულებრივი და მარიამ, მე მინდა რომ შენი დაპირებული სიურპრიზი გითხრა და უთხრა ჩვენს მაყურებელს, რაში მდგომარეობს? აუცილებლად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცი, ბაჩო, ნამდვილად ეს ქვეყანა ვის თუ არა ახალთაობას ეკუთვნის, ყოველთვის ასეა, ასე იქნება. ჩვენ ვიბრძვით მათი მომავლისთვის, ჩვენი მომავლისთვის, რა თქმა უნდა, თუმცა მაინც იმ თაობებისთვის, რომელსაც უნდა დარჩეს საბოლოოდ ეს ქვეყანა და სწორედ ეს ადამიანები არიან დღეს ჩემი სტუმრები და გაგვილამაზებენ ეთერს და მე მათ მივულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს და ვუსურვებ ერთიან, მთლიან, დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოში ცხოვრებას და ამას ჩვენ ერთად, როგორც შენ უკვე აღნიშნე შენ სიტყვაში, აუცილებლად მივაღწევთ, სხვა გამოსავალიც არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს ბრძოლა მოსაგებია და ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ბრძოლას ერთად, ზუსტად აი ამ საოცარი სილამაზეებისთვის. ასე რომ გთხოვთ რომ გაგვილამაზოთ დღევანდელი ჩვენი ეთერი, ჩვენ კი ამით მე მგონი უნდა დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს, თუმცა მე ანა ქურთუბაძესთან და ნიკა ლომიძესთან ერთად ძალიან მალე დავუბრუნდები ჩვენს ტელემაყურებელს. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შაბათამდე, წარმატებულ დღეს გისურვებთ, მოკლედ ყველას გელოდებით ჯაჭვში, საერთო ერთიანობის ჯაჭვში 3 საათზე. ახლა კი დაგიტოვებთ ამ არაჩვეულებრივ გოგო ბიჭებს, რომლებიც შეგვისრულებენ არაჩვეულებრივ სიმღერას.
See